მთავრობას პარლამენტთან 17 გვერდიანი შენიშვნები აქვს. საუბარია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე. ამ საკითხს ახლა ჯანდაცვის კომიტეტის ხდომაზე განიხილავენ. ნუცა ტრაპაიძე გვეტყვის დეტალებს. ნუცა, ძირითადად რა შენიშვნებია? მთავრობის მთავარი შენიშვნა, რომელსაც დღეს კანონპროექტის ავტორებიც იზიარებენ, გახლავთ ბადები, ანუ ისინი ფიქრობენ, რომ არ უნდა მოხდეს ყველა მუხლის ერთდროულად ამოქმედება და ცვლილებები უნდა ამოშავდეს ეტაპობრივად, თუმცა როგორც ინიციატორები აცხადებენ, მთავარი პრინციპი რჩება უცვლელი, რომ უახლოეს მომავალში მოხდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისა და გარემოს სრულად გათავისუფლება თამბაქოს ბოლისგან. ინიციატორებს იმედი აქვთ, რომ მეორე მოსმენამდე მთავრობა და პარლამენტი მოახერხებს შეთანხმებას და მიიღებს ცვლილებათა ისეთ პაკეტს, რომელიც ორიენტირებული იქნება პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაზე. მე აზრით მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც იქნება პირველ რიგში აღსრულებადი და მართლაც გამოადგება ჩვენს ასე ვთქვათ მომავალ თაობებს იმისათვის, რომ თამბაქოს ებდები შემცირდეს. მნიშვნელოვანი თემა არის აღსრულების კონტროლი, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა იქნება აღსრულება. შესაბამისად გავითვალისწინოთ ყველა მოსაზრებას, რაც ეხება კონკრეტულად კანონის აღსრულებას. მთავრობას უნდა რომ უცებ არ შემოვიდეს ყველა რეგულაცია და თანდათანობით ჩვენ ამას ვეთანხმებით, ასეთ ქონდა განსაზღვრული, ზოგი კანონის პროექტი, ზოგი მუხლის შევა იანგრიდან, ზოგი შევა უფრო მეტ ხანს დროს ვაძლევთ და ასე რომ ამ ხრივ არც თამბაქოს ინდუსტრიას და არც იმ სარეკლამო და სხვა ინდუსტრიას, რომელიც დაკავშირებულია თამბაქოსთან, არ ექნება შეფერხებები. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ აუცილებელია მოხდეს კანონპროექტის პირვანდელი სახით მიღებას. მედიკოსების განცხადებით, თუ არ მოხდება მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, მაშინ არ შემცირდება ის საგანგაშო სტატისტიკა, რომელიც საქართველოში დღეს არსებობს და რომელიც გულისხმობს თამბაქოს შედეგად დაავადებებისა და ასევე გარდაცვალების ძალიან მაღალ ნიშნულს. მე ვფიქრობ, რომ შეჯერდება და გამოინახება ის ოქროს შუალედი, რაც არის პარლამენტის ხედვასა და მთავრობის ხედვას შორის, ანუ მოხდება კონსენსუსი და მიიღება კანონპროექტი და ის ვარიანტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის არის აუცილებელი. რამე თუ კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, თამბაქო გახლავთ ნომერ პირველი კვლელი დღეს ქვეყანაში, 22% სიკვდილობისა საქართველოში გამოწვეულია თამბაქოს უშუალო ზიანით გამოწვეული იმ დაავადებებით, რომელსაც აპირობებს თამბაქო როგორც მთავარი რისკ ფაქტორი. ცვლილებების ხარისხი და ცვლილებების დონე პირდაპირ არის ასოცირებული შედეგებთან. თუ ჩვენ არ განვახორციელებთ მკვეთრი ცვლილებები, მივიღებთ ისეთივე სანახევრო შედეგებს, რომლებიც აქამდე იყო ქვეყანაში. რასაც არანაირი გავლენა არ მოუხდენია, კანონის შესანიშნავი არსებობს ხახალზე, რომლის აღსრულება არ ხდება. კანონი, რომელიც უნდა შესრულდეს იმ ფორმით, იმ სახით, რაც იყო მიღებული პარლამენტის პირველი მოსმენის შემდეგ, არის მხოლოდ ის, რაც შეიძლება იყოს საქართველოს მოსახლეობისათვის მისაღები. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ბიზნეს სექტორს დღევანდელ შეხვედრას არ ესწრებიან თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები. ამ საკითხს აპროტესტებს ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც აცხადებს, რომ აუცილებელია შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესმენები, რათა შემდეგ მათთვის არ იყოს სიურპრიზი რეგულაციები, რომელსაც მთავრობა უმზადებს, მათთვის ასევე მიუღებელია ბადები და ისინიც აცხადებენ, რომ არ უნდა მოხდეს ყველა მუხლისა და აკრძალვის ამოქმედება ერთდროულად. ერთ წელზე ადრე შეზღუდვების ამოქმედების შემთხვევაში სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს ბიზნესს. არის კიდევ მთელი რიგი ნორმები გარდა ამოქმედების ვადების, რომელზეც ჩვენ უწინააღმდეგობას ვუწევთ. ეს არის მაგალითად ზიანის ანაზღაურების პრინციპი დგინდება კანონპროექტით, რაც არის წარმოუდგენელი საქართველოსთვის. აგრეთვე არის თამბაქოს ინდუსტრიის და მასთან დაკავშირებული პირების მონაწილეობის დაუშვებლობა ონის განხილვებში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლად არის წარმოუდგენელი. ჯანდაცვის კომიტეტზე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის საკითხი ამ წუთებშიც მიმდინარეობს, როგორც უკვე გითხარით, მას ესწრებიან როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს ომბუდსმენი და ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ითხოვენ, რომ აუცილებელია მოხდეს კანონპროექტის პირვანდელი სახით მიღება. მადლობა, ეს ნუცა ტრაპაიძე იყო.